გამარჯობა. მე ვარ თინა ბულაძე, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში ვარ ცნობილი როგორც თიკოშა. გინდა იყო ბედნიერი. იყავი. TikTok-ზე ახლა ყავს 116,000 გამომწერი. ყველა მიყვარს და მე დღეს სორბეტისთვის გამოვიყენებ Ninja's Blenders. ვარ 24 წლის, ბათუმიდან, პროფესიით ვარ ვიზაჟისტი. ძალიან მიყვარს მაკიაჟების კეთება. დღეს ვაკეთებ დესერტს, იმიტომ რომ ჩემი აზრით გოგოებს სიტყვა უხდებათ. აუცილებლად დამიჭირდება La Familia's უმაღლესი ხარისხის ფქვილი, აი ეს ექსტრა. დღეს ვამზადებ სტაფილოს კექს დარიჩინით და მოხალული ნიგზით. ასევე დავუმატებ ფრაბნეს კრემყველის კრემს და ზემოდან იქნება ეს ცოტა სიმჟავე რო შემოიტანოს ჟოლოს სორბეტი. გაგასიჭებთ თუ გინდა. მე ჩავაბარე ლინგვისტიკაზე, ანუ ასე თუ ისე ვარ ინგლისური ენის თარჯიმანი და მასწავლებელი. ასევე ჩინურის, მაგრამ უკვე დამავიწყდა. არც ვსწავლობდი კიდე. მაგრამ ეს ავაჯეთ, მამაჯები მომკლავს. ფროშით გავრეცხავ ჭურჭელს. დედაჩემი ახლა შოქში იქნება. არ ვიცი, ახლა ჩემი ბიძაშვილი არის MasterChef-ის უდიდესი ფანი და შეფ კონსტანტინე ცოტა ისეთი მიმიკებით გამოირჩევაო და არ შეგეშინდეს. რავი რა. რაღაცას გამოვუყავი კომუნიკაციის გზას. კიდე მინდა ბორჯომი. თქვენ გაგიმარჯვეთ. ფინოს მაგიდის სტილო მჭირდება ახლა ძალიან და დროც ცოტა დავხედა. გამარჯობა, თქვენ გავთხოვთ უწოდით რომ გაგვეცნოთ და კერძი დაამთავროთ. მე მქვია თინათინი, ვარ 24 წლის, ბათუმიდან. პროფესიით ვარ ვიზაჟისტი. ძალიან კარგ მაკიაჟებს ვაკეთებ და იმედია რომ რავი რა, არა უშავს კერძებსაც. წესი დახატული კერძი უნდა მოიტანო. უკვე არა? ხო და სილამაზის კონკურსი კი არა, კერძის კონკურსი გვაქვს. სილამაზე ჩემი ძლიერი მხარეა. თვალებში აქ კერძის უნდა იყოს. ეგეც. ნახოთ. რასამზადო? რა მოგვიმზადო? სტაფილოს კექსი დარიჩინით და მოხალული ნიგოზით. ძალკე იქნება კრემყველის კრემი და ჟოლოს სორბეტი. კრემით ხელი ხო არ მოგივი? იცით რა, თავიდან გეგმაში სულ სხვანაირი იყო. მაგრამ მე უბრალოდ დინებას გავყევი. და რატო გადაწყვიტე ვიზაჟისტმა რომ კულინარიაში ცადო ბედი? უფრო ეხა კონდიტერიაში. მიყვარს სიახლეებით ჩემს ცხოვრებაში. რატომაც არა. მანამდე ამზადებდი რამეს? აჭარელი გოგო არა, აჭარული ოჯახიდან მიწყობს. რაღაცა საახალწლო ნამცხვარს გავს შორიდან. ანუ თეთრი შოკოლადი მოაცილე. ხო თეთრი შოკოლადის კრემი აქვს ხოლმე. თქვენზე იცით მაფრთხილებდნენ. უჟმურიაო? ხა. მერე? რა, ჯერ მომწონს ხართ. იმდენად კარგია, რომ კიდე გჭირდებათ, ხო? ან პირიქით. არა. დარწმუნებული ხარ შენ თავში? თავდაჯერებული გოგო ვარ. და მე კრემა თავდაჯერებულობას აწაიღო. ცუდი ურთიერთობა გქონდა მე და კრემს. კრემი რომ არა, соуსი გახდა. ბისკვიტი კარგია. კრემს არა, უფრო соуს დავარქმევდი და სორბეტი ძალიან არომატულია. ნახოთ, რა სიტყვის იმათი პირი. ლაპა. გამარჯობა. გაგიმარჯოს. როგორ განწყობაზე ხართ? მე გადასალე. ლევანზე რას გეუბნებოდნენ? შეფ ლევანს ერთხელ შევხვდი ბათუმში. არ ვიცი მას ახსოვს თუ არა, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს. სინორი მოგვემზადა. და ძალიან ისეთ სინორს ველოდებოდი, სტანდარტულ აჭარულს, მაგრამ
ცხოვრებაში პირველად გაგავსა. გავსიჯე სინორი ორაგულით და ხიზილავით და კიდე რაღაცის მუსიკ ჰქონდა გაკეთებული. შავი ნიორია. ხა, მანუელზე რა სიტყვი? კეთილი სახე აქვს. მადლობა. ისეთი ბრაზიანია რომ არ იცი. მიჩვეული ვარ, მამამ კაცრი მყავს. არა უშავს. ხო, სორბეტი არომატულია, გემრიელია. ბისკვიტს არა უშავს. ცოტა სიმწარე აქვს. ჩემი აზრით ალბათ მუსკატის მუსკატის. ხმილი მომიტაბე. აი ცოტა სიმწარისკენ გადაყავს და კრემი არ გაქვს. გამარჯობა. გამარჯობათ. რითი დავიწყოთ? დადებითი ემოციები, ხო ალბათ? სორბეტს აქებენ მსმენია და რა, ცადოთ აბა. მე სამი დავიწყე. მე არ მეგონა რომ ბისკვიტი ესეთ გემრიელი იქნება. კიდევ იქ. იცი რამ გიშველა? რა? ბევრმა ნიგოზმა. რატომ? ამ ნიგოზმა მისცა ეს ცოტა ხაშუნა ტექსტურა. სიტყვა ხო შემოვიტანე დღეს. რამდენი ძირითადი კერძების შემდეგ. ძალიან მაინტერესებს ბათუმში რო წახვალ, თან წაიღებ წინ საფარს თუ უწინ საფროდ ჩახვალ იქ. მაგის garaშე არ შემომიშვებენ ქალაქში. მელოდებიან. ერედია პრინციპში ცუდი იდეა არ არის. დარჩეს თბილისში. დავტოვო? დავტო თბილისში. მე მოგცემ ერთ შანსს რომ ბათუმელებმა არ გაგწირონ, შეგიშვან ქალაქში და ჩემგან გაკ ერთი კი. ლაპა. ლევან. კარგი რა. შეუშვათ ქალაქში გოგო. შეუშვათ კი ბატონო. მეც გეტყვი კი ეს. ორი კი და გეუბნები კი ის. ვიტირე. მადლობა. შენ გაქვს მაი არა პრობლემა. აი არა. შენ გაქვს სამი კი აიღე წინ საფარი და გეოდებით შემდეგ ეტაპზე. სულ არ ხარ საშიში, რა ვიცი რას მაგ. მე რენახე, წად. ანუ აჭარიდან მოის მაი ამბავი. მიხდება? კი. ძალიან. წითელი წითელზე. მადლობა ძალიან დიდი. არა პრესი. წარმატებები. წად. აბა თუ გახვალ მაგ ზოლში. მოდი. ხოთა, მაგარია. It was delicious. ძალიან ნერვიულობდი. ახაც ნერვიულობ, რა ვიცი, კი მივიღე 3 კი, მაგრამ მაინც ნერვიულობ. მადლობა ძალიან დიდი.